თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის 22 ნომერში მდებარეობს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, რომელიც განთავსებულია მე-19 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს აგებულ ულამაზეს სასახლეში. შენობის პროექტის ავტორი გახლავთ ცნობილი რუსი არქიტექტორი გრიგორი ივანოვი, რომელიც სპეციალურად ამ სასახლის ასაგებად საქართველოში ჩამოიყვანა თბილისის იმჟამინდელმა მერმა ვარდან ასტვაცატრიან არშაკუნმა. არშაკუნს სურდა მის სასახლეს დაეჩრდილა თბილისში არსებული ყველა ნაგებობა და გარდა ამისა მისი ექსტერიერსა და ინტერიერში გამოეყენებინა ისეთი არქიტექტურული დეტალები და მორთულობის ელემენტები, რომელიც მისი საგვარეულო სპარსულ სამეფო წარმომავლობაზე მიუთითებდა. არშაკუნი მართალია ეროვნებით სომეხი გახლავდათ, თუმცა თავს არშაკიდთა სამეფო დინასტიის შთამომავლად თვლიდა და უნდოდა ეს ლეგენდარული მოსაზრება სასახლის კედლებზე არქიტექტურული სამშვენისებით აღეწერა. ამ მიზნით მან სასახლის ფასადზე ყაჯართა დინასტიის ოფიციალური სიმბოლოს, ლომისა და მზის გამოსახვაც კი მოითხოვა, რათა პირადი პატივმოყვარეობა სრულად დაეკმაყოფილებინა. სამწუხაროდ ამ გამოსახულებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა მისი სახე შემორჩა გასული საუკუნის 10-იანი წლების ფოტოზე. არქიტექტორმა გრიგოლ ივანოვმა დამკვეთის ყველა სურვილი მაქსიმალურად გაითვალისწინა. შექმნა ბერძნული ასო-პეს ფორმის ეკლექტური სტილის ნაგებობა, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული როგორც კლასიცისტურ ბაროკული, ასევე ისლამურ-აღმოსავლური არქიტექტურული დეტალები. შენობის ინტერიერში ვხვდებით მუშარაბებიან ღიობებს, ოთახებს ამშვენებს ცალსახა აღმოსავლური სტილის ულამაზესი ბუხრები. კედლის მხატვრობაში კი ვხვდებით ყაჯარელ ოსტატთა მიერ შესრულებულ ფერწერულ მინიატურებსა, თუ თბილისში მომუშავე ირანელ ხელოვანთა ფილიგრანული ოსტატობით შექმნილ სარკეებიან კედლის მორთულობას, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მხილველი და თავს ზღაპრული სამყაროს ნაწილად აგრძნობინებს. დადიხართ ამ შენობის ფართო დერეფნებში და თავზე დაგცქერით შეისრული თაღები თუ აზიური ორნამენტები, რომელთაც სქერაც მერწმუნეთ საოცარ სულიერ სიმშვიდეს და ესთეტიურ სიამოვნებას გვრით. როგორც ცნობილია, არქიტექტორმა გრიგოლ ივანოვმა შენობა სრულად დააპროექტა, თუმცა მის საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე მას თბილისის დატოვება მოუწია. ამიტომ მას დასრულებული სახით სასახლე არასდროს უნახავს. რაც შეეხება სასახლის მფლობელს ვარდან არშაკუნს, არც მას უნახავს დასრულებული სახით სასახლე. მან მხოლოდ სასახლის ჩრდილოეთით აგებული წმინდა გიორგის სახელობის სასახლის ეკლესიის კარის გახსნა მოასწრო და მალევე გარდაიცვალა. არშაკუნების ოჯახმა შენობა არაპირად საცხოვრისად, არამედ კომერციულ სახლად აქცია, სადაც 1869-1886 წლებში თბილისის საარტისტო წრემ დაიდობინა. აქვე გახლავდათ განთავსებული ჯერ კულტურულ-სახელოვნებო კლუბი, შემდეგ კი თბილისის ნატიფი ხელოვნების საზოგადოებაც, სადაც თავს იყრიდა მთელი მაშინდელი მაღალი საზოგადოება. ეს ადგილი ამიერკავკასიის კულტურულ ცენტრად იქცა, სადაც პირდაპირ პარიზიდან ჩამოჰქონდათ თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები. აქ მოწყობილი გამოფენები იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მაღალ დონეზე ორგანიზებული კულტურული ღონისძიებები რუსეთის იმპერიის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ პირველად კავკასიაში სწორედ აქ გაიხსნა აზიური ცეკვების წრე, ხოლო მოგვიანებით აქვე დაარსდა მარია პერინის საბალეტო სტუდიაც. 1902 წელს სასახლის ერთი ნაწილი თავადის ასულ ნინო ქობულაშვილის მფლობელობაში გადავიდა, რომლის დავალებითაც ქართველმა არქიტექტორმა სიმონ კლდიაშვილმა შენობის მარცხენა ნაწილი დიდი სიფრთხილით გადააკეთა. შეძლების დაგვარად შეინარჩუნა აღმოსავლური სტილი და ღიობთა ფორმა. აგრეთვე ფასადი მორთო ბაროკოს ელემენტებით, ექსტერიერს შემატა ნაძერწი ნიჟარები, გირლანდები, ნიღბები, ქალის თავის გამოსახულებები, მაღალი კრონშტეინები და სხვა მრავალი არქიტექტურული სამშვენისი. დღეს შენობა წარმოადგენს ევროპული და ძველი აღმოსავლური არქიტექტურის ბრწყინვალე ნაზავს. აგრეთვე მასში ცოცხლდება თბილისური სულიც, რადგან არქიტექტურული მორთულობით ნაგებობა მე-19 საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციასაც მისდევს. სამსართულიანი ფასადი ევროპულია, ინტერიერში კი გვიან ირანული დეკორია გამოყენებული, სტუკოს ორნამენტები სარკეებიან ფონზე, სპარსულწარწერიანი მედალიონები, სტალაქტიტური ფრიზები და სხვა. ეზოსკენ მიმართული ხის გადახურული შეკიდული აივნებია, მიმართული რაც ერთიან ანსამბლს ქმნის და დიდებულად წარმოჩინდება მხილველთა წინაშე. ამ ზღაპრული სასახლის ფერადი მინის ვიტრაჟებიდან შემოჭრილი სხივებით გაბრწყინებული დარბაზები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე და შესაძლოა ერთგვარი მუზაც კი მოგგვაროთ ხელოვნების ნიმუშთა შესაქმნელად.
უნდა ითქვას, რომ შენობაში გამართული ხშირი საზოგადოებრივი თავყრილობების გამო შენობა მალევე დაზიანდა და 1920 წლისთვის ის უკვე ავარიული გახოლდათ. ამის შესახებ იმდროინდელი სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლებმა აცნობეს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას, რათა მოხდარიყო შენობის გამაგრება და აღდგენა რესტავრაცია. თუმცა ბოლშევიკური რუსეთის აგრესიული ანექსია ოკუპაციის გამო საქართველოს მთავრობის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ შენობის გამაგრების საკითხი დიდხანს აღარავის გახსენებია. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ შენობას, თუ გავითვალისწინოთ, არის 150 წლის და 150 წლის განმავლობაში პირველად მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია, იმიტომ არა რომ ის თანმიმდევრულად ინგრეოდა, უბრალოდ ეს იყო ცოტა სწრაფად აშენებული თავის დროზე იმპერატორის ჩამობრძანებისათვის, ანუ ეს ერთგვარი მის მისაღებად აშენებული სასახლე იყო. მისი პირველი მფლობელი გახდათ ვარდან არშაკუნი, რომელიც ქალაქის თავიც იყო, თბილისის საპატიო მოქალაქე და საერთოდ ძალიან საინტერესო კონცეფცია განავითარა. წარმოიდგინეთ რა ხდება. იწვევს არქიტექტორ ივანოვს, ანუ ევროპული ასეთი სტილის შენობას აგებს, ფასადს გულისხმობ, შემოდი ქაშიგინ და ხდება აღმოსავლეთი. ეს იმდენად მოულოდნელია და იმდენად საინტერესო, რომ პირდაპირ ხაზს უსვამს ამ შენობის თუნდაც იმ სტილის გარკვევას, რომ ეს არის აბრეშუმის გზის ჩვეულებრივი მოვლენა, ოღონდ ძალიან მაღალ ხარისხში. 1922 წელს შემოდის სამხატვრო აკადემია ამ შენობაში. პირველი რექტორი გიორგი ჩუბინაშვილი მთავრობას წერს წერილს, ინგრევა, სარემონტოა და გვიშველეთ. გავიდა 100 წელი და აი როგორც იქნა, ეს მართლა საფუძვლიანად თავიდან ბოლომდე რეაბილიტირებული იქნა. აქვე ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი არქიტექტორის, ჩვენი ხელოვნებაცოდნების, ჩვენი სტუდენტების და პედაგოგების მიერ არავინ არ მოგვიწვევია. მათ ჩათვალეს მოვალეობად საკუთარი თავისი სახლი აეშენებინა, თავიანთი სასახლე. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის სცენები, რომელზედაც საუბრობდით და შეგახედებთ რამოდენიმე ფრაგმენტს. აი შევხედოთ მე-19 საუკუნის თბილისის ესეთ ყოფით სცენებს, რომელიც როგორც ეგან მოგახსენეთ შესწავლის პროცესშია და აი აქ ხედავთ როგორც ევროპულ სტილს, ისე აღმოსავლურ, მე ვერ ვიტყოდი რომ აზიურ, უფრო ასე თავისი დეკორით, თავისი სახეებით, სამაჭანკლო სცენებით, გარიგებით, რაღაც ზღაპრების მოყოლით. და გარდა აი ამ ულამაზესი მოხატულობისა, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და ჩვენს მაყურებელსაც მივეცით ამის საშუალება, შესაძლებლობა, საინტერესო იქნება ასევე ჭაღი, რომელიც თვალშისაცემია. რაც შეეხება ჭაღს, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ჭაღი, რომელიც ასლი, უпростоრად აი აქედან გაკეთა ოპერის შემდეგ დიდი ჭაღი. ეს არ არის ძალიან ძველი, მაგრამ იმ სტილთან მიახლოებული, ხო ცხადია, მაშინ ელექტრონის ასეთი სიმრავლე არ იყო და სანთლებით და რაღაც გაფარფაშებული კაბებით, აქ სულ სხვა ელვარება გახლდათ, მაგრამ ეს ჭაღი ცოტა ჩამორჩება დროს. 2016 წელს სახელმწიფო იღებს თავის თავზე ამ ტვირთს და სრული 100%-ის დაფინანსებით აი ეს მშვენიერება და საოცრება მივიღეთ. მივიღეთ განახლებული აკადემია არაჩაკეტილი, არამედ ღია ყველასათვის, სტუმრისათვის და სტუდენტისათვის, ხო წარმოგიდგენიათ რამხელა სტიმულია, როდესაც ის ასეთ სასწავლებელში შემოდის და სხვათა შორის ძალიან მიხარია, რომ ისინი ისე უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ სახლში. მათ ეს უკვე გაცნობიერებული აქვს და მადლობა მათ. თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსების ოფიციალურ დოკუმენტს თან ახლდა ტექსტი, რომელიც ამბობდა, რომ აკადემია აგებული ცოცხალი ბუნების შესწავლის პრინციპებზე არსდება, იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პლასტიკური ყველა დარგის შესწავლას საქართველოში. პირველ ეტაპზე ჩამოყალიბდა 4 ფაკულტეტი: ფერწერის, ქანდაკების, გრაფიკის და ხუროთმოძღვრების. მოგვიანებით 1925 წელს აკადემიის კერამიკული სკოლის ბაზაზე გაიხსნა კერამიკული სახელოსნო, ხოლო უკვე 1927 წლის შემოდგომაზე ქანდაკების ფაკულტეტთან დაარსდა კერამიკის განყოფილება. 1922 წლის 22 აპრილიდან აკადემიას მართავდა პროფესორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: გიგო გაბაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, ევგენი ლანსერე, ოსე
თოიძე, იოსებ შარლემანი, ერღიშე თათევოსიანი, ანატოლი კალგინი, ნიკოლოზ სევეროვი. 1930 წლიდან საბჭოთა ტერორის პირობებში სამხატვრო აკადემიამ რეფორმები განიცადა. 1929-1930 სასწავლო წელს იგი ჯერ მკვეთრად გამოხატული საწარმოო განხრის უმაღლეს სამხატვრო ტექნიკურ ინსტიტუტად გადაკეთდა. შეიქმნა, გაიხსნა არქიტექტურული ფერწერულ საქანდაკო, კერამიკის და ლითოლოგია პოლიგრაფიის ფაკულტეტები. 1931 წელს ინსტიტუტი დაიხურა. იმავე წელს ზაფხულში სრულიად გაუქმდა. მის ნაცვლად თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, რომელიც მოკლებული იყო სათანადო ბაზას და შესაფერის პედაგოგებს. არქიტექტურული ფაკულტეტი შეუერთეს სამშენებლო ინსტიტუტს. 1933 წლის 1 თებერვალს სამხატვრო აკადემია აღდგა და სწორედ იმ დროიდან ეწოდა მას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 1953 წელს დაარსდა ხატვის კათედრა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სერგო ქობულაძე. 1957 წელს დავით კაკაბაძის ინიციატივით შეიქმნა თეატრალური სახელოსნო, რომელსაც მხატვარი თავად ხელმძღვანელობდა. 1940-იანი წლების ბოლოს 50-იანი წლების დასაწყისში საკმაოდ შეიზღუდა შემოქმედებითი თავისუფლება. აკადემიიდან დაითხოვეს მხატვარი დავით კაკაბაძე. საბჭოთა კავშირში განათლების სფეროს განახლების მოდერნიზაციის მიზნით მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს შეიქმნა სამხატვრო აკადემიის დახურვის საფრთხე. აკადემიის იმდროინდელი რექტორი პროფესორი აპოლონ ქუთათელაძე აქტიურად ცდილობდა აკადემიის გადარჩენას. იგი არაერთხელ გაემგზავრა მოსკოვში, უმაღლეს მმართველ ინსტანციებში მხარდამჭერების მოძიებაც მოახერხა, რის შედეგადაც თბილისის სამხატვრო აკადემია დახურვას გადაურჩა. ამ პერიოდში ყურადღება მიექცა გამოყენებითი ხელოვნების დარგების განვითარებას. დღეს სამხატვრო აკადემიაში სულ 5 ფაკულტეტია: სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, რესტავრაცია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის, დიზაინის და მედია ხელოვნების. მაშასე, დღეს ჩვენ ვეცადეთ თქვენთვის მაქსიმალურად გადმოგვეცა თბილისის სამხატვრო აკადემიისა და მისი უნიკალური ისტორიის შესახებ. ვიმედოვნებთ, ჩვენი მცდელობა უკვალოდ არ ჩაივლის, თავად თქვენს გაგიჩნდებათ სურვილი მოინახულოთ ეს დიდებული ნაგებობა, ვარსკვლავებით მოჭედილი, იმიტირებული ცის დეკორით დამშვენებული თაღების ქვეშ. ხელით შეეხოთ ჩუქურთმებსა თუ ნაძერწ ორნამენტებს და ვინ იცის. იქნებ ხელოვნების სულით გაჟღენთილმა ამ კედლებმა, ან და მის ულამაზეს კიბეებზე ჩასვლამ სხვადასხვაგვარი ინსპირაცია და სახელოვნებო მუზას კი მოგვაროთ.